მოგესალმებით, ეს არის აქტუალური ისტორია. მე ვარ ბექა კობახიძე, ცოტა არაორდინარულ რეჟიმში. დღეს ჩვენ მივდივართ ტაო-კლარჯეთის ტურზე, უნდა მოვიაროთ ისტორიული საქართველოს ძეგლები, კუთხეები, იმედია რომ შევხვდებით იქაურ ქართველებსაც და იქ ადგილიდან გაგაცნობთ აი ამ საქართველოს ისტორიულ მხარეს. ამის შემდეგ ჩვენ უკვე გვექნება რამდენიმე უფრო აკადემიური სტუდიაში ჩაწერილი ეპიზოდი ტაო-კლარჯეთზე, თურქეთის ისტორიაზე, მოკლედ ეს თემები ძალიან ცლად გვექნება დაფარული. ამ მოგზაურობაში ჩვენი მთავარი პარტნიორი არის წყალიმთის, რომელიც გვეხმარება არა მარტო ისტორიული ცოდნის გავრცელებაში, არამედ შემეცნებაშიც. ჩვენი მეგზური დღეს არის ბუბა კუდავა, რომელიც ალბათ ამ თემის საუკეთესო მცოდნე არის მთელ საქართველოში და მე მგონი ბოლო 25 წლის მანძილზე ბუბაზე მეტად და ხშირად არავინ ყოფილა ტაო-კლარჯეთში. ბუბა, რას ვნახავთ? მიხარია რომ ვართ თქვენი მეგზური და განსაკუთრებით მიხარია იმ ხალხის გაძღოლა, რომლებიც პირველად მიემგზავრებიან. ასეთები ბევრი არიან, ხო როგორც ვიცი. და ყოველთვის შურს ასეთი ადამიანების, იმიტომ რომ მე ვერასოდეს პირველად ვეღარ წავალ ათი ცხოვრებაში. ისტორიულ ტაო-კლარჯეთს რასაც უწოდებთ, თითქმის მოვიცავთ ყველა ისტორიულ პროვინციას. მადლობა ბუბა, ჩვენ დღეს მივდივართ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სტუდენტებთან ერთად ამ მოგზაურობაში. ეს არის ის პროგრამა, რომელიც დავაარსეთ 6 წლის წინ მე და პროფესორმა სტივენ ჯონსმა, რომელსაც ძალიან მაგარი სტუდენტები ყავს, ძალიან მაგარი კურსდამთავრებულები, მაგრამ 2026 წელს ქართული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილების შედეგად ეს პროგრამა იხურება და ალბათ ეს არის ერთ-ერთი ბოლო ღონისძიება, რომელსაც ასე ერთად ვატარებ, თუმცა არ დავიკარგებით, სადღაც გამოშვდებით აუცილებლად. ჩვენთან ერთად არის კემბრიჯის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი ბატონი ჰუბერტუს იანი, რომელიც ასევე ჩვენს პროგრამაზე ასწავლის 19-20 საუკუნეების რუსეთის ისტორიას და ვერცერთი მასაც გავესაუბროთ. Hubertus, couple of words about our program, about our students and our trip today. It's fantastic to be here. It's something which I had not expected, actually. The students are basically on the level as the Cambridge students, sometimes even more interested and more curious, which makes for fantastic discussions. I had never had a discussion where I was not surprised in a positive way by the students who would come up with ideas that were really original and creative. And I think, the lot that we have here is a fantastic group. And I hope this can continue in some way or other. It would be very sad if it would not least because, the course that I'm teaching, it's Russian history. I know Russia is a delicate topic in Georgia, but the more important is to actually know about the history and not be completely stuck in some kind of stereotypes. So it's a pleasure to teach that, and I think the students like it, and I hope I come back. დიდი მადლობა for your contribution. ხო, ესე იგი დავიწყოთ ბოლოდან, რითიც ყველაზე უფრო ამაყივარ. ჰუბერტუსმა გვითხრა, რომ არც ველოდი რომ საქართველოში ესეთი დონის სტუდენტები გვეყოლებოდა. მე ვიტყოდი, რომ კემბრიჯის უნივერსიტეტში რა დონის სტუდენტებიც ვყავდა, ამ პროგრამაზე მყავს იგივე დონის სტუდენტები. ყველა დისკუსია მათთან ერთად საინტერესო არის და ისინი უფრო ცნობის მოყვარეები არიან, კიდევ ვიდრე უფრო კემბრიჯის სტუდენტებიო. და იმედი მაქვს, რომ რაღაც ფორმით ეს პროგრამა შეძლებს არსებობის გაგრძელებასო და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. Gogo Velia, yandım inca Velia. Velia Gogo Velia, yandım inca Velia. 3 yılda evlenmasam döneceğim Velia. 3 yılda evlenmasam döneceğim Velia. Gel bana canım, gel bana, gelmese neden sana. Gel bana canım, gel bana, gelmese neden sana. Yazma örtüm başıma, altın taksam geri bana. Yazma örtüm başıma, altın
გადავკვეთეთ საქართველოს თურქეთის საზღვარი ვალეში დაახლოებით 1 საათი დაგვჭირდა საზღვრის კვეთაზე. ეხლა ვართ უღელტეხილზე, დაახლოებით 2500 მეტრის სიმაღლეზე. ეს არის წერტილი, რომელიც აერთებს საქართველოს რამდენიმე, უпростоრად ისტორიული საქართველოს რამდენიმე პროვინციას. დღეს არის, როცა ეს ჩაწერას ვაკეთებთ 8 მაისი, მაგრამ გვაქვს თოვლი, ყველაფერი თოვლიანია, იმიტომ რომ სიმაღლეზე ვართ და არის 4 გრადუსი. ბუბა, რო გითხრა, ორი სიტყვით ახლა რა პროვინციების გზა გასაყარზე ვართ? ეხლა ჩვენ ვართ სამცხეში, სამცხის ასე ვთქვათ თურქეთში არსებულ ნაწილში, ეს არის ფოცხოვის ხეობა, ფოცხოვიდან გადავდივართ ერუშეთში, აი ამ გზაგასაყარზე ვართ. თუმცა აქ ჩანს ქვემოთ ყველისხევი, ეს ისტორიული ასე ვთქვათ ხევია, სადაც არის ცნობილი შუა საუკუნეებში ცნობილი ციხე, ყველისციხის ციხისთავი გარნიზონის მეთაური იყო გობრონი, რომელიც ეწამა და წმინდანია დღეს საქართველოს ეკლესიის, აი ზუსტად აქ იყო ეს პერიპეტიები და ეს ყველისციხე აკავშირებდა ფოცხოვის ამ სამცხეს შავშეთთან, აი ესე გზა გადადის შავშეთში, იქით არის არტაანი, ძალიან ასე ვთქვათ შესაკრებ წერტილში ვართ რა, 4 პროვინცია, ერუშეთი, სამცხე, შავშეთი და არტაანი ხვდება აი ამ ნაწილში ერთმანეთს. მეგობრებო, ამ ციხეს ქვია ქაჯის ციხე. წყაროებში ასე არის მოხსენიებული, შეცდომით უწოდებენ ხოლმე ქაჯეთის ციხეს ვეფხისტყაოსნის გავლენით. ქაჯეთის ციხე არ ფიქსირდება წყაროებში, ქაჯის ციხე ქვია და ასევე შეცდომით უკავშირებენ ვეფხისტყაოსანს და მოსაზრების სახით კი გადაჭრით ამბობენ, რომ აი ეს არის პროტოტიპი ქაჯეთის ციხისა, რაც არ არის სწორი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კაცმა არ იცის რომელი ციხე ქონდა არჩეული. სახელწოდებაც ნუ მოგვატყუებს, იმიტომ რომ ზოგადად ქაჯის ციხე ასეთი რამდენიმე ციხე იყო საქართველოში, წყაროებით ვიცით და დამაჯერებლად არის ახსნილი, რომ ეს ნიშნავს ციხის, ვეფხისტყაოსანშიც ამიტომ არ ქვია, ციხის აუღებლობაზე მიუთითებს რა, განსაკუთრებულად კარგად დაცულობაზე და ძირითადად წყაროებში ფიგურირებს ეს გვიან შუა საუკუნეებში, როდესაც ჯაყელები ფლობენ, აქ არის სამოქალაქო დაპირისპირება, შალიკაშვილები, ჯაყელები, სხვა შტოები ერთმანეთს ებრძვიან და მაგ დროს ჩდება რაღაც ეპიზოდში და მერე ვიგებთ, რომ მუსტაფა ლალაფაშამ 1578 წელს ილაშქრა და ნუ ერთ-ერთი ბოლო ლაშქრობა იყო და დამთავრდა ეს ამბავი, მალევე მოყომარდა ეს ტერიტორია წაიღო ოსმალეთმა და აი მაშინ არის რომ აიღეს ეს ციხეც რა და გაჟუჟეს მთელი გარნიზონი. ამ ტერიტორიაზე თუ ნახავთ კარგად დაცულ ციხეებს, ეს ნიშნავს რომ ოსმალებმა ის გამოიყენეს. ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც დააჩქარა ამ ტერიტორიის დაცემა და ამ ციხეების ხელში ჯაგდება, იყო ტექნოლოგიური წინსვლა. გამოვიგონეს ზარბაზნები და ეს ციხეები არ იყო გათვლილი ზარბაზნებზე. კაი, წავედით. Elia gogo Elia erat minda Elia Elia gogo Elia erat minda Elia Sami zeli zadia shenit holam zadia Sami zeli zadia shenit holam zadia როგორც კადრებიდანაც ნახეთ, ქაჯის ციხე სამი მხრიდან არის კლდეებით გარშემორტყმული. ანუ ქარაფი არის, აბსოლუტურად შეუძლებელი არის მისი აღება, მასზე აძრომა, არის ერთადერთი მისადგომი გზა. აი ამ მხრიდან, სადაც ჩვენ ვდგავართ და აი აქაც სპეციალური დამცავი ზღუდეები არის გაკეთებული. აი მაგალითად ეს წინ გამოწეული გოდოლი, რომელიც იცავდა როგორც გზას, იქიდან მომავალ გზას, ასევე იცავდა მათგან ვინც ციხეს მიადგებოდა ასაღებად. თვითონ ციხის აღება ხდებოდა რამდენიმე ეტაპად. ანუ თეორიულად აღება, თორე ისე ფაქტობრივად აუღებელი ციხე იყო. ეს არის პირველი ეტაპი და ჩვენ ხედავთ, რომ აი აქ მონგრეული არის, აი ეს პირველი დაბრკოლება.
შემდეგ არის მეორე დაბრკოლება, ეს თვითონ თავარი კედელი, რასაც ხედავთ და შემდეგ თავარი გოდოლი ციხისა, რომელიც აი შიგნით არის, ხო? ანუ, როდესაც მტერი მოდიოდა აქ, რამდენიმე ძვირმე ეტაპის გადავლა უწევდა. თვითონ რომ თავისთავად ციხეს რომ მოადგა ამ ვიწრო ხეობაში, ხო? ციხიდან ჩანხარ, შეუძლიათ რომ ციხიდან გესროლონ, მერე აქ თვითონ მოსვლის შემდეგ შემაღლებულზე არის ციხის დამცველი და სამი სხვადასხვა ზღუდეგა გადასალახავი და თითოეულ მათგანს სჭირდებოდა ძალიან დიდი მსხვერპლი. აი მე მინდა განახოთ ეხლა ერთი მონაკვეთი, რომელიც ხელოვნურად არის გაკეთებული. აი აქ აშკარად ჩანს, რომ ნიადაგი იყო ერთიანი, ანუ სადაც ახლა ვდგავართ და ციხის მხარე იყო შეერთებული ერთმანეთთან, მაგრამ ეს თხრილი არის ხელოვნურად გავლებული იმისათვის, რათა დაბრკოლება შეექმნათ მოსული მტრისთვის. ძალიან მაღალი ალბათობით ჩვენს მხარესა და აი ციხის მხარეს შორის, აი ზუსტად ამ მონაკვეთში გადებული იყო ხის ხიდი, რომელსაც უცებ აიღებდნენ ხოლმე მტრის შემოსევის შემთხვევაში. კარგი, წავიდეთ ახლა უკვე შიგნიდან ვნახოთ რა ხდება. აი გადმოვლახეთ. პირველი გალავანი თითქოს ციხის ეზოში უნდა შევიდეთ, ალაყაფის კარია და ამ დროს რას ვხედავთ? რომ ზემოდან გვასხავენ ან გუდროს ან გვიშენენ ქვებს, რომ ერთი მხრივ პირდაპირ მოგკლან და მეორე მხრივ უბრალოდ ჩახერგონ შემოსასვლელი. ამასაც თუ გამოივლი, მერე გადიხარ უკვე ეზოში. სალყო ცხოვრებისთვის და დიდხანს ციხეში გამაგრებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო წყლის რესურსების არსებობა. ბუნებრივია ესეთ შემაღლებულ ადგილზე აქ წყარო ვერ იქნება, მაგრამ როგორც ხედავთ, აი აქ მაღალი ალბათობით იყო წყლის რეზერვუარი, სადაც იმარაგებდნენ წყალს ხანგრძლივი ალყისთვის. ამ ადგილზე მყოფ დამცველ მეციხოვნეებს აუცილებლად სჭირდებოდათ წმინდა ადგილი, სადაც ილოცებდნენ. აი ასეთი წმინდა ადგილი არის ეს ეკლესია, რომელიც როგორც გარედანაც ჩანს, თავის დროზე საკმაოდ დიდრად იყო გაკეთებული, იმიტომ რომ ეკლესიასთან ახლავს პერანგი, ანუ გარედანაც არის მოპირკეთებული. წამოდით ახლა ვნახოთ შიგნიდან რა ხდება. აი წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესია ყოფილა. ეს არის საკურთხეველი და გარედან პერანგი აქვს. პერანგით არის მოპირკეთებული. და შიგნითაც ნათალიას ნიშნავს, რომ რაღაცა საგანგებო რაღაცა ძალისხმევა გაწიეს და როცა ციხეში ძირითადად მცირე ეკლესიებია რა და როცა ეს ითვლება საშუალო ზომის ტაძრად და საშუალოზე ცოტა მეტიც არის ციხისთვის. ეს ნიშნავს, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი პუნქტი იყო, მნიშვნელოვანი ციხე იყო და გარნიზონის რაოდენობაზეც მიანიშნებს და მის, ასე ვთქვათ, ადმინისტრაციულ პოლიტიკურ ფუნქციაზეც. ასევე ლოცვის აუცილებლობაზე, როცა აქვს მუდმივად ხარ და ელოდები ოსმალების შემოსევას. ერთი ნაგებობა უნდა გაჩვენოთ და თქვენი აზრი მაინტერესებთ მისი ფუნქციის თაობაზე. დიდი ალბათობით არის რეზერვუარი, იმიტომ რომ ამოლესილი ნიშნავს, რომ იზოლაცია, ხო? მარცვლეულისთვის იქნება თუ წყლისთვის, ამოლესვა ინახავს. ამოლესილია და ფორმითაც რეზერვუარია აშკარად, მაგრამ მდებარეობა გვაეჭვებს. აქ ხომ კაცრი ზამთარია ზოგადად, ხო? ხომ არ ყრიდნენ თოვლს, რომელიც მერე დნობის შემდეგ ხანგრძლივად დააგროვებდა წყალს. იმიტომ რომ აქ ისეთი სიცხეები, კაიხანი არ არის ისეთი სიცხეები, რომ აორთქლდეს, ეს თუ მერე გადახურული იქნებოდა ხის კონსტრუქციებით, დიდხანს დააკონსერვებდა წყალს რა. იმიტომ რომ აქ წყლის დეფიციტი იქნებოდა. ეს არის ციხის შემაღლების, ანუ იმ ტერიტორიის, რომელზეც ციხე იყო განლაგებული, ამ შემაღლების უკიდურესი კიდე და აი აქ მთავრდებოდა ციხის ტერიტორია.
და აი აქ ჩვენ ხედავთ გალავნის ნარჩენებს, რომელიც სავარაუდოდ აი აქაც არის და სავარაუდოდ თელს მიმდებარე ტერიტორიაზე შემოუყვებოდა, იქაც არის პატარა ნარჩენი შემორჩენილი. და პრინციპში ეს არ არის მტრისგან თავდაცვის ზღუდე, იმიტომ რომ აი აქ როგორც ხედავთ, არის უბრალოდ ქარაფი. აქედან მტერი ფიზიკურად ვერ შემოვა. ეს გალავანი საჭირო იყო უშუალოდ მეციხოვნეთა და ადგილზე მცხოვრებ ადამიანთა დასაცავად, რათა ისინი არ გადავარდრილიყვნენ, არ გადაჩეხილიყვნენ. დინარის ხმაურის გვესმის ახლა ჩვენ და უბრალოდ ულამაზესი ადგილია. აი, ხეობას რო გავადევნოთ თვალი იქით. ჩანს როგორი ძნელი მოსახლელი არის, ანუ მტერი უნდა შემოვიდეს აი ამ ვიწრობით და პირდაპირ სამიზნეთ არის ციხიდან ქცეული. აი ახლა შევდივართ დედაციხეზე. ანუ იმ მონაკვეთზე, საიდანაც მტერი ვერ შედიოდა. ეს შესასვლელი იყო მხოლოდ მეციხოვნეებისთვის და ეს არის მთავარი სიმაგრე. და ამ სიმაგრის შიგნით მოთავსებული არის კოშკი, რომელიც იყო ბოლო დამცავის ზღუდე. აბა დავიწყოთ. თითქმის ავედით, აი ხედავთ ძირს, რომ ერთი კონგურია გამოშვერილი, რომ ფაქტობრივად ან ყველა მისადგომი არეალი ამ კონგურებს და გალავნებს აქვს დაფარული. აქეთ ბუნებრივია ეს კონგურები გამოყოლებაზე აღარ გვაქვს, რადგან ქარაფი არის, აქედან ამოსვლა შეუძლებელია. აი ბოლო ნაბიჯები ციხის შიგნით შესასვლელად. აბა ვნახოთ. აკრა. მოკლედ. არავინ შესვლას არ გვიშლის, მაგრამ აი ამ რა უბა როგორ ქვია ამას? აი მთავარი გოდოლს. გოდოლი. გოდოლი ეს არის დედაციხე. ხო. გოდოლზე არათუ ოსმალები ჩვენც ვერ შევდივართ. მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, ეს ციხე იდგა მე-16 საუკუნის ბოლომდე. ის პირველად და ბოლოჯერ პრინციპში ოსმალებმა აიღეს მუსტაფა ლალაფაშას ლაშქრობისას 1578 წელს და რატომ აიღეს? როგორც ვნახეთ, კონვენციური მეთოდებით ამ ციხის აღება შეუძლებელი იყო, მაგრამ ამ დროს ოსმალებს უკვე აქვთ артиллерია, ზარბაზნები, ხოლო ციხე არ არის გათვლილი ზარბაზნებისგან და артиллერიისგან თავდასაცავად. მტრის პოზიციაში დავაყენოთ საკუთარი თავი და ვნახოთ როგორ შემოვდივართ. ერთი პირველი რომ გალავანს უნდა მოადგე. აი ამ ვიწრო ხეობით, სადაც სრულიად დაუცველი ხარ. მეორე, მოხვედი გალავანთან. ერთი დაბკოლება გაქვს, ანუ პირველი ზღუდე გაქვს გალავნის გადასავლელი. მერე გალავნის მეორე ზღუდე გაქვს გადასავლელი და ციხის ეზოში ხარ შემოსასვლელი. შემოხვედი ციხის ეზოში და მერე უნდა ამოხვიდე, ან უნდა გამოიალრო უკვე მესამე გალავანი, რათა ამოხვიდე დედაციხეზე, სადაც ახლა ჩვენ ვართ. და ბოლოს ეს ყველაფერიც თუ აიღე, შემდეგ ბოლოს საყრდენი არის აი ეს მთავარი კოშკი. და ამ მთავარ კოშკს ფიზიკურად შესასვლელი არ აქვს. ანუ აქ შედიოდნენ კიბით, აი სარკმელი, რომელიც ზემოთ არის, ხის კიბეს მიაყუდებდნენ და იმითი ადიოდნენ, ჩამოდიოდნენ. და როცა თუ თქვათ მტერი მოხდებოდა სასწაული და ყველა დაბკოლებას გადაივლიდა, მეციხოვნეები ელემენტარულად აწევდნენ ხის კიბეს და გამაგდებოდნენ ზევით იმის იმედით, რომ დახმარება მოვიდოდა. და დახმარებისთვის სიგნალის გასაგზავნად ბუნებრივია ზემოთ დაანთებდნენ ცეცხლს, რათა კვამს ენიშნებინა დამხმარე ჯარებისთვის, რომ ციხეზე იყო პრობლემა. აი ამ პანორამას რო შევხედოთ,
მეციხოვნეთა, ანუ ციხის დამცველთა გადმოსახედიდან. ანუ აქვთ გავართ და მტერი მოვიდა ძირში. ეს იქნება, რა ვიცი, ლოცატყორცნი იქნება, დუღარეწყალი იქნება, გუდრონი იქნება, რა ვიცი, ქვა იქნება, მშვილდი იქნება, შუბი იქნება. ნებისმიერ რამეს აქედან ესვრი და ის ვერ მოგაწყვეტს. ეს ყველაფერი артиლერიის გამოგონებამდე. ხო, აი წამოვიდეთ ახლა აქეთა მხარეს ვნახოთ. იქ დგას ჩვენ მეგობარი დავით თამაზაშვილი. წარმოვიდგინოთ, რომ დათო არის მტერი. და მტრის პოზიციიდან მოვიდა აქედან, იმიტომ რომ სხვა მოსასვლელი ფიზიკურად არ აქვს და აი ამ სიმაღლეზე უნდა ამოვიდეს, რათა დაგვიპყროს. ხო, დათო ამ შემთხვევაში ჩემთვის არის ხელის გულზე დადებული სამიზნე. რაც შეეხება იმ კონკურსზე გამაგრებულ დამცველებს, რომელსაც ახლა თქვენ კადრში ხედავთ, დამცველებს არა, მაგრამ კონკურსს, აი ეს კონკურსი უყურებს როგორც აღმოსავლეთის მიმართულებას, ისე დასავლეთის მიმართულებას, ისევე ჩრდილოეთის მიმართულებას. ანუ ეს კონკურსი არის გამოშვერილი სპეციალურად და სამი მხრიდან აკონტროლოს ციხისკენ მომავალი მტერი. ციხეს აქვს რამდენიმე შრე, იმიტომ რომ 1578 წელს, როდესაც მუსტაფა ლალაფაშა მოვიდა და артиლერიის გამოყენებით ციხის ნაწილი დაანგრია და პირველად ისტორიაში დაეცა ციხე. ჩვენ ხედავთ, რომ აი არის ძველი ფენა, სხვა ტიპის ქვებით აშენებული, რომელიც ეს ქვედაფენა სავარაუდოდ ქართველების აშენებული არის და ამის ზემოთ შემდეგ აშენებული უკვე სავარაუდოდ ოსმალების მიერ ხელახლა, რადგანაც ისინი იყენებდნენ და სულ ზემოთ მთავარ კოშკზე არის კონგურები, რომელსაც იყენებდნენ ქვების დასაშენად ქვემოთ, ისრის სასროლად და ქვემოდან მომავალი მტრის მოსაგირეებლად ზოგადად.
ეს არის სოფელი ჯევიზლი, ისტორიული ტბეთი, ერუშეთის პროვინციაში. ვართ საკათედრო ტაძრის ეზოში, გადაღმა არის კაფე და ეს არის ტბეთის ტაძარი მე-10 საუკუნის. კარგით, შევიდეთ შიგნით. ერისთავმა აშოტ კუხმა ააშენა და იყო ერთ-ერთი მთავარი საეპისკოპოსო კათედრა. მისი ეპისკოპოსის ეწოდება იყო მტბევარი. და ტაძარი აქ იდგა ჩვეულებრივად 1960-იან წლებამდე. ჩვეულებრივი დაუზიანებელი, სრულიად ხელუხლებელი ტაძარი იდგა 1960-იან წლებამდე, სანამ ისლამისტებმა სავარაუდოდ რელიგიური მოტივებით დინამიტებით არ ააფეთქეს. ეს არის ხელოვნურად დანგრეული ტაძარი. თუმცა ჩვენ აქ შევნიშნეთ, რომ ქართული მლოცველების სანთლები იყო დანთებული არაერთგან, ახლაც ანთია და ქართული მლოცველები საბედნიეროდ კიდევ ბევრი დადიან. ეს სხვათა შორის არსად არ წერია დოკუმენტურად, მაგრამ ჩემი ვარაუდით აშოტიც და მისი მემკვიდრეებიც იღებენ ძალიან დიდ ფინანსურ დონაციას დახმარებას ბიზანტიისაგან, იმიტომ რომ ამხელა მასშტაბის მშენებლობები, აი დამოუკიდებელი სახსრებით მეეჭვება რა. წყაროებში ეს არ ჩანს. სხვათა შორის ხო, ბუბა საუბრობს აშოტ კურაპალაძე, იმიტომ რომ აშოტ კუხი ამ ტაძრის აღმშენებელი იყო აშოტ კურაპალატის შვილთაშვილი. ტაძრის იატაკიდან ალბათ 1-2 მეტრის სიმაღლეზე მაინც ვართ, რადგან როდესაც აფეთქდა ტაძარი და ჩამოინგრა მთელი ეს მასალა არავის არ გაუწმინდავს, ძირს ყრია, შემდეგ ამაზე დაეფინა მიწა, გამოვიდა ვეგეტაცია, ტაძრის კედლებზე ხეები არის ამოსული, მოკლედ სამწუხარო მძიმე მდგომარეობა არის. Elia gogo Elia erat minda Elia Elia gogo Elia erat minda Elia Sami zeli zadiya shenit kholnam zadiya Sami zeli zadiya shenit kholnam zadiya Tamam gogo tamam var tamam biray ginda Tamam gogo tamam var tamam biray ginda Dorme do proshagavam zitel babas shagazo Dorme do proshagavam zitel babas shagazo
ჩვენ ახლა ვიმყოფებით ხანსთის სამონასტრო კომპლექსში. აი ამ კომპლექსიდან დაიწყო მთელი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სასულიერო სამონასტრო ცხოვრება. მოგესალმებათ მე-8 საუკუნის ბოლოს აქ საცხოვრებლად და დიდი აღშენებლებითი სამუშაოებისთვის ჩამოვიდა გრიგოლ ხანძთელი. პირველი ეკლესია ხის იყო, უბრალო იყო. იქ გრიგოლს სულ 3 ბერი ახლდა თან, მაგრამ შემდეგ აშენდა და გაშენდა სამონასტრო ცხოვრება. დღეს უკვე 7 სხვადასხვა ეკლესია არის, მთავარი ტაძარი არის ბუნებრივია, მაგრამ 7 სხვადასხვა პატარა ეკლესია არის სამონასტრო კომპლექსში. თავად ამ ტაძრის ნათალი ქვით მშენებლობა გაბრიელ დაფანჩულმა დაიწყო მე-19 საუკუნის დასაწყისში, ხოლო აი ეს საბოლოო სახით ტაძარი აშენებული არის ერისთავ აშოტ კუხის მიერ. მე ბოლოს აქ ვიყავი 2005 წელს და მაშინ ჯერ კიდევ გუმბათი შემორჩენილი იყო. ეს ტაძარი აქ დგას, აი ამ ფორმით 11 საუკუნეა და ჩვენს დროში 21 საუკუნეში გუმბათი ჩამოინგრა. არა მხოლოდ გუმბათი, არამედ ბევრი სხვა დაზიანებაც აქვს, მათ შორის ხელოვნური დაზიანებაც აქვს ტაძარს მიყენებული. აი ეს არის სვეტი, რომელიც იჭერს კედელს, ხელოვნურად გამონგრეული, ალბათ იმ მიზნით, რომ ტაძარი დანგრეულიყო, თუმცა საბედნიერო აქ ის არის, რომ უფრო და უფრო მეტი მომლოცველი ჩამოდის საქართველოდან, ჩამოდიან სამეცნიერო ექსპედიციები, ჩამოდიან ქართული სტუდენტები და აი ეს კუსტარულად სწორედ ქართულმა სტუდენტებმა შეუყუდეს ეს ქვები, რომ რაღაცნაირად დაიჭიროს კედელი. იგივე მდგომარეობა არის მეორე სვეტთან მიმართებითაც. აი აქ სვეტი ფაქტობრივად მთლიანად არის გამონგრეული და ასევე ქართულმა სტუდენტებმა ეს ქვები შეუყუდეს კედელს, რათა ის დაიცვან განადგურებისგან. გუმბათის ქვეშ დგომა დღეს ფაქტობრივად ძალიან სახიფათოა, რადგანაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩამოვარდეს ქვა და დაეცეს ადამიანს და ძალიან მარტივია, ხო? 21 საუკუნეში ვართ, დამოუკიდებელი საქართველო გვაქვს მეგობრული და მეზობლური ურთიერთობა თურქეთთან და თუ იქნება სათანადო ნება, აი უდიდესი სასულიერო კერის კონსერვაცია მაინც შეიძლება, რომ სულ მცირე იმ მდგომარეობაში მაინც შევინარჩუნოთ, რა მდგომარეობაშიც დღეს არის. აი ეს გახლავთ საკურთხეველში შესასვლელი სასულიერო პირთათვის და სტიქაროსნებისთვის, მეორე მხრიდანაც აი ესეთი შესასვლელი არის და აი აქ გვაქვს ეკვდერი, ანუ იგივე ტაძრის მინაშენი, რომელსაც გამოიყენებდნენ ხშირ შემთხვევაში დაკრძალვის მიზნებისთვის, აქ შეიძლება გათხრების შემთხვევაში საფლავებიც აღმოჩნდეს, ან სასულიერო მსახურების მიზნებისთვის. ახლა მინდა გაჩვენოთ ხანძთის სამრეკლო, რომელიც მე-14-15 საუკუნეებით თარიღდება. საერთოდ მეცნიერთა შორის დღემდე არ არის კომპრომისი და კონსენსუსი იმაზე, რომ ეს მონასტერი ნამდვილად ხანძთაა, რადგანაც ტოპონიმი არის დაკარგული. ანუ არავინ ადგილობრივ მაცხოვრებელთაგან ამ ტერიტორიას ხანძთად არ იხსენიებდნენ. ამ ტერიტორიას ჰქვია ფორთა, რომელიც შეიძლება ქართული ტოპონიმიც არ იყოს, მაგრამ სად არის ხანძთა, სად წავიდა ხანძთა. და ჩვენ ამ კითხვაზე პასუხს ვგებულობთ მასმთავრული წარწერიდან, სამშენებლო წარწერიდან, რომელიც აქვს სამრეკლოს. კერძოდ, აი ამ წარწერაზე იხსენება სამრეკლოს აღმშენებელი მარკოზი და ჩვენ გვაქვს ხელნაწერი, რომელიც მოიხსენიებს ხანძთის სამრეკლოს აღმშენებელ მარკოზს. ანუ ეს მარკოზი და ხელნაწერში მოხსენებული მარკოზი უდიდესი ალბათობით ერთი და იგივე ადამიანია. ხანძთის სასარგებლოდ რასაკვირველია, ამაზე ბევრად მეტი არგუმენტია, მაგრამ უშუალოდ წერილობითი წყაროც გვაქვს, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით ხანძთაში. გარდა წარწერისა, თვითონ თავისთავად მასშტაბები, ხო, რომ 7 სხვადასხვა ეკლესია არის ტაძრის ტერიტორიაზე, რომელთა ნაწილს ჩვენ ახლა დღეს გაჩვენებთ. დღევანდელ დღეს აქ ადგილობრივ მოსახლეობას იაილები აქვს მოწყობილი. იაილა ეს არის საძოვარი, სადაც არ პერმანენტულად ცხოვრობენ, არამედ საქონელი ჩამოყავთ პერიოდულობით და დროებითი ადგილსამყოფელი არის. აქ არის ერთი მხრივ იაილას ნაგებობა და იაილას ნაგებობასთან არის პატარა ეკლესია.
ამ ეკლესიებს ხანდახან ფეოდალები აგებდნენ, ეს იყო შეწურულობის ფორმა, რომ დიდი მონასტრისთვის დამატებითი ეკლესია აეგოთ და შემდეგ ამ ფეოდალებს აღაპებში მოიხსენიებდნენ ხოლმე ბერები. აი აქეთ გამოუყვებით პატარა ეკლესიას და გვაქვს დიდი სატრაპეზო. თვითონ სატრაპეზოს მასშტაბი გვეუბნება მონასტრის მოცულობაზე. აი წარმოიდგინეთ რამხელა დარბაზია, ეს იყო ორნავიანი, გადახურვა ბუნებრივია, ჩამონგრეულია და აი სარკმელში ვხედავთ და აი აქაც ჩამონგრეულ კედელზე კედლის სისქეს რამხელა ქვებით და ლოდებით არის ეს ყველაფერი ნაშენები და გადაღმა მეორე მთაზე ჩვენ ვხედავთ კიდევ ერთი ეკლესიის ნანგრევებს, ანუ დატერასებული არის ნიადაგი და აი სულ თავზე იქ არის ეკლესია, სადაც გამოკვეთილი არის საკურთხევლის ფორმა და იკითხება, რომ აი ამ ნანგრევებზე იყო ეკლესია აშენებული. ყველაზე მეტად და სასწრაფოდ რა სჭირდება კომპლექსს და რისი გაკეთება შეუძლია ქართულ სახელმწიფოს და რისი გაკეთება შეგვიძლია ქართველებს. სამწუხაროდ რამდენჯერმე იყო მცდელობა და ჩაიშალა თურქეთსა და საქართველოს შორის დადებული იყო ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ და ამ თანამშრომლობის ფარგლებში რამდენიმე კომპლექსი აღდგენილი იყო და ერთ-ერთი პირველი რაც დასახელებული იყო გახდა თხანსთის კომპლექსი, რომელიც საჭიროებს გამაგრებას მთავარი ტაძარი. მაშინ იმ პერიოდში ჯერ გუმბათი ჰქონდა და ჩამონქცევის საფრთხის წინაშე იდგა, მაგრამ მოკლედ სამწუხაროდ ვერ მოესწრო. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, რამდენიმე მცდელობა იყო, მაგრამ ისევ და ისევ ვერ მივიდა ვერც ხელმოწერამდე და ვერც რეალურ თანამშრომლობამდე. არაფერი განსაკუთრებული ამას არ ჭირდება, ორი სახელმწიფოს ორივეს ერთდროულად ნება ჭირდება და სპეციალისტების, რესტავრატორების, ხელოვნებაცნეების, ისტორიკოსების თანამშრომლობა. იმისათვის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ეს უნიკალური კომპლექსი შენარჩუნდეს და მეტი ადამიანის ყურადღება ტურისტების მიიპყროს და გადავარჩინოთ თანამედროვე ეპოქაში. ყოველ ჩამოსვლაზე აქაც და სხვაგანაც შეინიშნება, რომ რაღაცა ისევ ბუჩდება და რაღაცა უკან მიდის. ჩვენ ახლა ვიმყოფებით კიდევ ერთ ტაძართან, რომლის ძირიდანაც გამოდის წყარო. ამ წყაროდან წყალს ვამნენ ალბათ იმ მერვე საუკუნედან მოყოლებული, ეს არის ერთადერთი წყარო ამ მონასტერში და ბუბა ორი სიტყვით რო გითხრა, აი ეს რა ეკლესია არის და საერთოდ აი პირველად ხედავ ცხოვრებაში, რომ ეკლესიის ძირიდან წყარო გამოდიოდეს. კი, ამ ხრივ უნიკალური ნაგებობაა. ამის ანალოგი არ მახსენდება მე, შეიძლება არც გქონდეს. სამშენებლო ტექნიკის მიხედვით ვარაუდობენ, რომ ეს მონასტრის ადრეული პერიოდის ნაგებობა უნდა იყოს. მეცხრე თუ არა მე-10 საუკუნეს არ გადმოსცდება. უფრო ალბათ მეცხრესი, ანუ როცა მონასტერი ფეხს იკიდებს და მკვიდრდება გრიგოლ ხანძთელის მშენებლობის თანადროული უნდა იყოს სავარაუდოდ. თუ არა და დიდად დაცილებულიც არა. ზემოთ არის, ზემო სართულზე არის ეკლესია, დღემდე არის შემორჩენილი კარგად, თითქმის სრულად და ქვემოთ არხი არის გამოყვანილი და გამოდის წყარო. ამას არ აქვს მხოლოდ პრაქტიკული ფუნქცია, რომ ეს იყოს წყარო და ამით ისარგებლო, არამედ რაღაც სულიერი დატვირთვაც აქვს. ერთგვარი სიმბოლოა, რომ ეკლესია ვითარცა წყარო, ჩვენი სულიერი წყარო და მათ შორის მატერიალურიც. კარგით, გავედით ახლა ოპიზისკენ.
ახლა ვიმყოფებით ბაღჩილარის სოფლის შარაგზაზე. ბაღჩილარი თურქულად ბაღნარს ნიშნავს. მაგრამ ამ ადგილმა 1960-იან წლებში დიდი ნგრევა ნახა. სწორედ აქ მდებარეობდა ოპიზის მონასტერი, რომელიც ააფეთქეს, რათა ეს გზა გაეყვანათ. ახლა ვდგავართ დაახლოებით საკურთხევლის ტერიტორიაზე, სადაც უბრალოდ წარსულში იყო საკურთხეველი. ეს არის მისი ჩრდილოეთი კედელი, ხოლო აი აქ სამხრეთის კედლის ნარჩენები. ოპიზის მონასტერი ყველაზე ძველია ამ რეგიონში. ჯუანშერის მიხედვით ის მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა დააარსა. და როდესაც გრიგოლ ხანძთელი მე-8 საუკუნის მიწურულს ჩამოდის ოპიზაში, მას უკვე ხვდება ოპიზის სამონასტრო ცხოვრება. აქედან იყვნენ ბექა და ბეშქენ ოპიზრები, ქართული ოქრომჭედლობა, უმაღლესი კულტურა, რომელიც იქმნებოდა. ჩვენ გვაქვს 1888 წლის გადაღებული სურათები, სადაც ტაძარი თავისი გუმბათით და სისრულით დგას. მაგრამ როგორც ჩანს, 1960-იან წლებში თურქეთის რესპუბლიკაში ერთგვარი ისლამური კამპანია მიმდინარეობდა, რომელსაც ფაქტობრივად ერთობლივად ემსხვერპლენ როგორც ტბეთი, ასევე ოპიზა. ეს გახლავთ ერთ-ერთი დამხმარე ნაგებობა მონასტრისა და ჩვენ ასეთ ნაგებობას არაერთს ვნახავთ, რომელიც შეიძლება ყოფილიყო სატრაპეზე, სათავსო, ანამ სხვა უზარმაზარი ლოდებით ნაგები ნაგებობა. ხოლო უშუალოდ ტაძრის ჩამონგრევის შედეგად მიღებული ქვები ადგილობრივებმა გამოიყენეს მეჩეთის ასაშენებლად. ეს იყო სავარაუდოდ კიდევ ერთი დამატებითი ტაძარი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ოპიზა იყო სამონასტრო კომპლექსი და არა ცალკეული ერთი ეკლესია, რადგანაც ჩვენ ვხედავთ აი აქ, რომ ქვევრი არის დატანებული კედელში. ქვევრს ტიპიურად ატანდნენ გალობის გასაძლიერებლად, ანუ ექოსთვის. ქვევრს აქვს ექოს ეფექტი და აი აქ კედელზე ხედავთ, რომ არის ხატრობის ფაქტობრივად გადაშავებული და ჩამოფხეკილი ნარჩენები. Elia gogo Elia erat minda Elia Elia gogo Elia erat minda Elia Sami teli zadia jenit volam zadia Sami teli
Zamomkeu gogo, zamomkeu, ar zamomkeu birai ginda. Zamomkeu gogo, zamomkeu, ar zamomkeu birai ginda. Tormedo proshagabam, zitel gabas shagazo. Tormedo proshagabam, zitel gabas shagazo. ჩვენ ვიმყოფებით ქართულთა სამეფოს პოლიტიკურ ცენტრში, არტანუჯის ციხეზე. არტანუჯის ციხე მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა ააშენა და აქ საკუთარი დედაქალაქი შეიქმნა აშოტ კურაპალატმა, ქართულთა სამეფოს დამფუძნებელმა, პირველმა ბაგრატიონმა, რომელიც გახდა აი ამ მხარის მმართველი. ეს არის ისტორიული კლარჯეთი და აქედან იწყება შემდეგ აი ამ პოლიტიკური ერთეულის გავრცობა. მე ვდგავარ ახლა აშოტის მიერ აშენებულ პეტრე-პავლეს ტაძარში. ეს არის ჩემს უკან გახლავთ საკურთხეველი და ბოლო ხანებში აქ ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, რომლის შედეგადაც სავარაუდოდ აღმოჩნდა აშოტ კურაპალატის საძვალე, რადგან ჩვენ ვიცით, რომ აშოტი სწორედ ამ ეკლესიაში იყო დამარხული. ეს გახლავთ ეკვდერი, ანუ მინაშენი ეკლესიაზე, ხედავთ აი ქვებს, აი ეს პატარა მინაშენი და ამ მინაშენის ეკვდერის გათხრის შედეგად გამოვლინდა სავარაუდო საძვალე. ანუ ერთი ვარაუდი, რომ აშოტი შეიძლება აქ იყოს დამარხული და გვაქვს მეორე ადგილით, სადაც ასევე შეიძლება ყოფილიყო დამარხული. ეს უკვე ეკლესიის შიგნით. აი ეს არის უკვე ეკლესიის შიგნით პოტენციური საძვალე გათხრილი, რომელსაც ახლა ბუბა კუდავა უკირკიტებს. ბუბა, შენი ვარაუდები, იმიტომ რომ შენზე კარგად ეს ამბავი არავინ არ იცის, რას ფიქრობ? ხო, რა ვიცი. წერილობითი წყაროთი ვიცით, რომ პეტრე-პავლეს ეკლესიაში დაიკრძალა, რომელიც მანვე ააშენა არტანუჯის ციხეში. ციხეში არის ეს ერთადერთი ტაძარი, რომელიც არქიტექტურული ნიშნებით სწორედ ამ პერიოდით თარიღდება მე-9 საუკუნით და შესაბამისად ლოგიკურია, რომ აქ ვეძებოთ აშოტის საფლავი. ჯერჯერობით რაც არის გათხრილი, მათგან აღმოჩნდა ორი საძვალე, ერთი ტაძრის ეკვდერში, ჩრდილოეთ მხარეს და ერთი სამხრეთ მხარეს მინაშენში. მასშტაბის მიხედვით ეს უფრო, ასე ვთქვათ, ეს უფრო დიდი მასშტაბის არის, უფრო შეეფერება თითქოს აშოტის საძვალეს და თან ახლა ვაკვირდებოდი და აშკარად არის მშენებლობის თანადროული. ანუ ერთად არის აშენებული საძვალეც და ტაძარიც, რაც ნიშნავს, რომ საძვალედ არის გათვალისწინებული თავის დროზე. და მატიანეშიც ეს წერია, რომ ააშენა ეს ეკლესია და იქვე დაიკრძალა, ანუ განსაზღვრული ასე ქონდა როგორც ჩანს. და გავს ეს აშოტის საძვალეს, თუმცა ვიდრე საბოლოო მთლიანად არ დადასტურდება, რომ მთელი ტაძარი არ ვიცი რამდენად მოხდა სკანირება მისი და დაზვერვა და სხვა თუ არაფერი არ არის ტაძარში, აი ამ ორი საძვალის გარდა, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ კი, აქ უნდა ყოფილიყო მისი განსასვენებელი. თუმცა ოსმან აითეკინის თურქი არქეოლოგის, ქართული წარმოშობის თურქი არქეოლოგის ცნობით, პირი ინფორმაციით არც ინვენტარი აღმოჩნდა და არც ძვლები. თუ ეს ასეა, ეს ნიშნავს, რომ ან ოსმალობის პერიოდში გაიძარცვა და ასე ვთქვათ, დაიკარგა ეს ძვლები, ან ქართველებმა საფრთხის მოახლოებისას გადაასვენეს სხვაგან. მე უფრო მგონია პირველი ვარიანტი, რომ როგორც ჩანს, შემდეგ არაერთხელ გაიძარცვა, გაითხარა და შესაბამისად დაიკარგა. ეს ახლა ამ რეგიონის სცენიც არის ფაქტობრივად შეიძლება ითქვას ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, რომ ეკლესიებშიც ეგრეთ წოდებული განძის მაძიებლები შემიდიან, თხრიან, ანგრევენ კედლებს, ეძებენ რაღაცა მითიურ საგანძურს, რომელსაც ვერ პოვლობენ, მაგრამ კულტურული მემკვიდრეობა რჩება განადგურებული და თავისუფლად შეიძლება ხა ეს ტერიტორია ოსმალეთის ფლობელობაში იყო უკვე რომელიც მე-16 საუკუნიდან. მით უფრო რომ გარნიზონი იდგებოდა აქ მე-16 საუკუნიდან ოსმალური გარნიზონი დგას ხანგრძლივად და ამ ხანგრძლივ პერიოდში ეკლესიას ასე დაუზვერავად და გაუძარცვავად არ დატოვებდნენ. კი ბატონო,
წავედით ახლა ჩვენ ვნახოთ დამხმარე ნაგებობები. მოგეხსენებათ არტანუჯის ციხე არის კლდის წვერზე. აქ არანაირი ბუნებრივი წყარო არ იქნება და ვერ იქნება და ეს ციხე გადაჰყურებს ქალაქს. აქ მიდიოდა როგორც საეკლესიო ცხოვრება, ასევე ერისმთავარი და შემდგომში ქართველთა მეფეები, კლარჯი ხელმწიფენი, უпростоრად სახლობდნენ. მათ სჭირდებოდათ წყალი, აუცილებელი საარსებო საშუალება წყალი და აი არქეოლოგიური გათხრისას აღმოჩნდა ეს უზარმაზარი წყლის რეზერვუარი. თავიდან არქეოლოგიურ გათხრებამდე იმასაც ეჭვობდნენ, რომ აშოტის საფლავი შეიძლებოდა აქ ყოფილიყო, მაგრამ აი დააკვირდით, აქვს დახრა, ბოლოში დატანებული აქვს მილი, საიდანაც ხდებოდა რეზერვუარის რეცხვა და ბინძური წყალის გარეთ გადევნა. კირით არის შემოლესილი რეზერვუარი იმისათვის, რათა წყალი დაიკავოს და წყალმა არ გაჟონოს. რეზერვუარის სახურავი იყო ესეთი მასიური გადახურვა, რომელიც ჩანგრეული არის და მაგრამ ისი ნაშთები გვაქვს აქ დარჩენილი და ჩვენ აქვე გვაქვს მეორე რეზერვუარიც. ეს შეიძლება ყოფილიყო როგორც წყლის, ასევე პროდუქტების შესანახი. აი ეს რაღაც ქვევრისებრი, ნახევრად ქვევრისებრი ფორმის უпростоრად. აი აქაც ინახავდნენ რაღაცას. გვერდზე არის სხვა შენობა ნაგებობები, რადგანაც ჩვენ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვართ, მაღალი ალბათობით აი ეს იყო კელიები, სადაც სასულიერო პირები ცხოვრობდნენ. არტანუჯი არის ერთგვარი კუნძულის ფორმის, აი კუნძულისებრი ამოზრდილი კლდე, რომელიც შეიძლება თეორიულად გავყოთ ორ ნაწილად, სადაც ერთი მხარე იყო სასულიერო ცხოვრებისა და მეორე მხარე, უნდა ვივარაუდოთ, იყო ერისთავების საცხოვრებელი რეზიდენცია, სასახლე. ეს არის კიდევ ერთი წყლის რეზერვუარი, სადაც გროვდებოდა წყალი და ნახეთ რა საინტერესოდ არის გაკეთებული. ანუ ბუნებრივი დახრილი კლდე, რომელსაც ჰქონდა სადინარები გაკეთებული, რაც როგორც დღეს ჟოლობის პრინციპით ხდება წყლის შეკრება და აქედან აი ამ კლდიდან ჩამოდინებული წყალი, დაღარული, ესე ჩადიოდა აი ამ რეზერვუარში და ამით საზრდოობდა არტანუჯის ციხე. წავიდეთ ახლა აშოტის სასახლე ვნახოთ. ახლა ვიმყოფებით არტანუჯის ყველაზე შემაღლებულ ადგილზე, ყველაზე დომინანტურ პოზიციაზე არის განლაგებული ეს ნაგებობა და ეს გახლავთ ასევე ყველაზე დიდი ნაგებობა არტანუჯში. აქედან გამომდინარე ივარაუდება, რომ სწორედ ეს იყო აშოტ კურაპალატის სასახლე. სასახლის ქვემოთ მდებარეობდა ქალაქი, ამ ციხის ქვემოთ მდებარეობდა ქალაქი და პირდაპირ ხელის გულზე იყო აქედან გაშლილი ქალაქის ხედი. სასახლეს მთლიანად თელს პერიმეტრზე გარშემო აკრავს მასიური გალავანი, რომელიც არ არის მთლიანად შემორჩენილი, მაგრამ იკითხება არქიტექტურა. არტანუჯი არა მხოლოდ თავდაცვისთვის იყო ძალიან კარგ ადგილზე განლაგებული, ფაქტობრივად აქ ამოსვლა და აღება ციხისა შეუძლებელი იყო, არამედ ეს არის შემკრები არაერთი ხეობისა. აი იქ მიუყვება ხეობები კლარჯეთიდან შავშეთში გადასასვლელი, მტყვრიდან ჭოროხის ხეობაში გადასასვლელი და ასე შემდეგ. აქედან კონტროლდებოდა უამრავი გზა და სწორედ ამიტომ იყო არჩეული ეს პოლიტიკურ ცენტრად.
ჩვენ ახლა ვიმყოფებით დოლისყანის ეკლესიაში, რომელიც მე-10 საუკუნის შუაში არის აშენებული. მის მაშენებელი არის ბაგრატ მესამეს დიდი ბაბუა სუმბატი. დოლისყანა ეს ტერმინი ნიშნავს იგივე პურის ყანას. დოლის არ არის დასაკრავი ინსტრუმენტი, არამედ დოლის პური ალბათ გაგიგიათ. დოლი იგივე პურის მნიშვნელობით გამოიყურებოდა, დოლისყანა ესე იგი პურის ყანა. ჩვენ გვაქვს სამშენებლო წარწერა ამ ეკლესიისა, აი გუმბათზე გამოსახულია სამოქალაქო პირი, რომელსაც ხელში უჭირავს ეკლესიის მაკეტი და ეს არის მეფე სუმბატი. როგორც წესი, როცა სამოქალაქო პირს ხელში უჭირავს ეკლესიის მაკეტი, ის არის ამ ეკლესიის მაშენებელი. იგივე მეფე სუმბატი იხსენიება აი ამ მეორე წარწერაზე, რომელიც არის სარკმლის თავზე დატანებული. და ეს წარწერა არის ასომთავრული, აწერია ქრისტე ადიდე მეფე სუმბატი ზეგრძელობითა. თუმცა, როგორც ისტორიკოსი ბუბა კუდავა ამბობს, აქ არის გარკვეული დეტალები, რომელშიც იმალება ჭეშმარიტება. აი ხედავთ ალბათ, ხო, რომ ტაძრის ქვედა ნაწილს არ აქვს პერანგი, ანუ გარედან მოპირკეთებული არ არის ტაძარი, ხოლო გუმბათი არის მოპირკეთებული. აი ქვედა ნაწილიდან მხოლოდ სარკმლის გარშემო შეინიშნება მოპირკეთება, ზუსტად ის ადგილი, სადაც მეფე სუმბატი არის ნახსენები. ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სხვამ დაიწყო ამ ტაძრის მშენებლობა და შემდეგ უკვე გუმბათი სუმბატმა დაასრულა და გააკეთა თავისი წარწერა. ასევე, სადაც აი ქვემოთ სარკმლის გარშემო აკეთებდა კტიტორულ წარწერას, იქაც ეს მონაკვეთით სუმბატის მიერ არის ჩამატებული. ამის თქმის საფუძველს კიდევ ერთი ეპიზოდი გვაძლევს ამ ტაძრის მშენებლობის ისტორიიდან. წამოდით ვნახოთ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ტაძრის შესასვლელთან, სადაც გაკეთებული იყო მოხატულობა. აი არის ამ მოხატულობის ნაშთები შემორჩენილი, მაგრამ ნელ-ნელა დრომ ეს მოხატულობა ჩამოშალა და უკან გამოჩნდა როგორც ნუსხური, ასევე მხედრული წარწერა. აი ეს მხედრული წარწერა ასევე უნდა იყოს კტიტორული წარწერა, ანუ სამშენებლო წარწერა, იმის აღწერით თუ ვინ ააშენა ეს ტაძარი და განზრახ ეს წარწერა გადაფარული იყო ფრესკებით. ანუ არის თეორიული საფუძველი იმისა, ვივარაუდოთ, რომ როდესაც მეფე სუმბატი, ანუ ბაგრატ მესამის დიდი ბაბუა აშენებს ამ ტაძარს და აწერს საკუთარ სახელს, როგორც მთავარი მაშენებლისა, ცდილობა გვაქვს იმისა, რომ წიდა ფენების მაშენებელი დაიფაროს. ეხლა აქ ბოლომდე ვერ ვკითხულობ თუ რა წერია, იმიტომ რომ მთლიანად ფრესკა არ არის ჩამოშლილი, მაგრამ აშკარად ეს არის სამშენებლო წარწერა. კარგი, წავიდეთ ახლა ტაძრის შიგნიდან დავათვალიეროთ. ეს ეკლესია ვიდრე 21 საუკუნის დასაწყისამდე, აი 25 წლის წინ შეწყდა მისი მეჩეთად გამოყენება, რადგანაც ახალი მეჩეთი ააშენეს ტაძრის გვერდით, მაგრამ მანამდე მეჩეთი იყო. და ეს სხვათა შორის თვითონ ტაძრისთვის, როგორც ნაგებობისთვის არ იყო ცუდი, რადგანაც მეჩეთს უვლიდნენ და ამიტომ ეკლესია არ არის დანგრეული. როგორც გითხარით, ეს არის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი. და აი თქვენ ხედავთ, რომ როდესაც მეჩეთად ფუნქციონირებდა ტაძარი, მეჩეთებს მოგეხსენებათ ორ სართულად აქვთ, ანუ დატერასებული არის და შესასვლელი ორი კარი არის გაჭრილი. ერთი აქ ჩრდილოეთის კედელზე გამოჭრეს კარი და მეორე კარი იყო დასავლეთის კედელზე გამოჭრილი თავისი ფანჯრებით. აქვე გვაქვს მოხატულობის და ფრესკების მხოლოდ ნარჩენები და წარწერები. აი მაგალითად აქ არის ასომთავრული წარწერა ბერთის მონასტრის წინამძღვრის, რომელმაც მე-15 საუკუნეში მოილოცა დოლისყანის ეკლესია.
მოგეხსენებათ, რომ 1878 წლის შემდეგ რუსეთის ჯარმა ეს ტერიტორია დაიკავა და გვაქვს აი 1888 წლის 15 აგვისტოს, ანუ მაშინდელ მარიამობას, ანუ აი ძველი სტილით მარიამობას გაკეთებული წარწერა, რუსული წარწერა ბატალიონ კუბანსკი ვოისკ და ანუ კუბანური ჯარების ბატალიონი 1888 წლის 15 აგვისტო, ანუ მარიამობა. და საკურთხევლის შიგნითაც არის ნაშთები დარჩენილი ფრესკების. Simadloba. Elia gogo Elia erat minda Elia Elia gogo Elia erat minda Elia Sami zeli zadiya jenit kholnam zadiya Sami zeli zadiya jenit kholnam zadiya Tamam kev gogo tamam kev ar tamam bebiray ginda Tamam kev gogo tamam kev ar tamam bebiray ginda Torme do proshagavam zitel babas shagazo Torme do proshagavam zitel babas shagazo ახლა ჩვენ ვიმყოფებით შატბერდის ციხეზე. ციხე მისი არქიტექტურული მოცემულობის მიხედვით აშენებული უნდა იყოს დაახლოებით მე-19 საუკუნეში. აქედან ძალიან ახლოს არის შატბერდის მონასტერი, რომელიც დააარსა გრიგოლ ხანძთელმა მე-19 საუკუნის დასაწყისში და აი ამ მონასტრის მახლობლად ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილზე აშენდა ციხეც. ახლა წამოდით და ვნახოთ, რატომ არის სტრატეგიულ ადგილზე ეს ციხე აშენებული. პირდაპირ ხეობებში შედის გზები და ეს ციხე აკონტროლებს გზებს მიმოსვლას. აქედან ხელმარცხნივ პირდაპირ ჩანს შატბერდის მონასტერი, უпростоრად დღეს უკვე მისი ნანგრევები. აი აქ პირდაპირ ვხედავთ ჭოროხის ხეობას. აქ ახლა წყალსაცავი არის დაგუბებული, ბუნებრივია ისტორიაში ეს ასე არ იყო, უბრალოდ ჭოროხის წყალი მიედინებოდა და აი ჭოროხსაც მიუყვება გზები. მოკლედ, ციხე აღმართული არის დომინანტ
სიმაღლეზე, პოზიციაზე, საიდანაც კონტროლდება 3 მიმართულებით მიმავალი სხვადასხვა გზები და პრინციპში თავისთავად ეს ციხე მონასტერსაც ამაგრებს. მაგრამ თვითონ ციხესაც ჰქონდა თავისი ეკლესია და წამოდით ახლა ეს ვნახოთ. ეს არის ციხის ეკლესია. ბუნებრივია, ციხეში ვერ იქნებოდა უზარმაზარი ეკლესია. თან იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ახლოს აქედან არის დიდი მონასტერი. აი ეს ამ პატარა სივრცეში სულის საცხონებლად მეცხოვნეებისთვის და ალბათ ადგილობრივი საეკლესიო მსახურებისთვის ააშენეს მცირე ზომის ეკლესია. აი მაღლა ეს გამოხატული ნიშა უნდა იყოს ხატისთვის ჭედილი ნიშა, გამოკვეთილი ნიშა და ეს არის ეკლესიასთან მინაშენი პატარა ეგვტერი, სადაც თავისუფლად შეიძლება ყოფილიყო საძვალე ვინმე მნიშვნელოვანი პიროვნებისა. გრიგოლ ხანძთელმა თავდაპირველად 2 მონასტერი დააარსა ამ რეგიონში. პირველი იყო ხანძთა, ხოლო მეორე შატბერდი. შატბერდი წყაროებში იხსენიება როგორც დიდი ლავრა. ეს არის ძალიან დიდი მასშტაბური მონასტერი და ბედის ირონიით სწორედ ამ 2 მონასტრის ადგილმდებარეობა არის აქამდე სადაო. თუმცა მეცნიერთა აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ სწორედ აი ეს ადგილი არის შატბერდი და ადგილობრივებიც ამ ადგილს უწოდებენ შარბეთს. შატბერდი, როგორც გითხარით, გრიგოლ ხანძთელის მიერ დაარსდა მე-19 საუკუნის დასაწყისში, მაგრამ აი ამ ფორმით ეკლესია აშენდა, ეს არის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი და ის აშენდა მე-10 საუკუნეში. ახლა მხოლოდ 2 კედელი არის შემორჩენილი, ერთი საკურთხევლის კედელი, ხოლო მეორე სამხრეთის კედელი. და ეს ადგილი არის ტაფობში, სიღრმეში, ირგვლივ მდინარე, საკმაოდ ნოტიო ნესტიანი ადგილია, რაც საშუალებას აძლევს ვეგეტაციას, ხეებს, ბალახებს, რომ გაიზარდონ. ამიტომ ტაძრის სიღრმეში ფაქტობრივად ვერ შევალთ, გამომდინარე იქიდან, რომ გაუვალი ეკალბარდები და ხეები არის ამოსული, მაგრამ შევეცდებით მაქსიმალურად, რომ ამ ტაძრის მასშტაბები გაჩვენოთ. ეს გახლავთ საკურთხეველი, ახლა ამას როგორ ხვდებით? გამომდინარე იქიდან, როგორ ამოდის მზე, ეს არის აღმოსავლეთის მხარე და ასევე ხედავთ მომრგვალებულ აფსიდს. ტიპიურად საკურთხევლები მომრგვალებული იყო, საკმაოდ სიმაღლეზე არის შემორჩენილი, როგორც ვთქვით, სამწუხაროდ შიგნით ვერ შევალთ და აი მეორე კედელი, აქედანაც დავინახოთ. ეს გახლავთ სამხრეთის კედელი და აი ჩანს სწორედ აი აქედან როგორ არის აი ჯვარებით შეზნექილი, აქედან იკითხება ჯვარ-გუმბათოვანი ფორმა ეკლესიისა. მონასტრის მასშტაბის აღსაქმელად წამოდით ვნახოთ სატრაპეზო ადგილი, სადაც ბერები იკვებებოდნენ. აი ეს გახლავთ სატრაპეზოს კედელი, ნახეთ რამხელა თლქვებით არის აგებული. წამოდით შევიდეთ შიგნით. აი შემოვედით სატრაპეზოში. მასშტაბი არის ძალიან დიდი. დაახლოებით 25 მეტრი სიგრძეში, უზარმაზარი ლოდებით ნაგები და 15 მეტრი სიგანეში. წარმოიდგინეთ, რამდენი ბერი ეტეოდა აქ და რა მასშტაბის იყო სამონასტრო ცხოვრება. სამწუხაროდ, ქართველ ტურისტთა და მომლოცველთა მარშრუტში შატბერდი თითქმის არ ზეს. რადგან ერთი რომ ის არის ძალიან მოშორებით და მეორე მანქანისთვის მიუვალი არის. ეხლა ჩვენ ვართ ხეობის სიღრმეში, აი ამ ტყეში, ღრეში, ხეებში. ბევრი არის და სულის მოთქმაში
დაგვეხმარა წყალი მთის, რომელიც გვეხმარება ასევე ისტორიული ცოდნის გავრცელებაში. წყლის ძალა მოგცეთ ღმერთმა.